ვაგრძელებთ თეორემას. რუსთავი, როგორც უკვე გითხარით, რუსთავი 2 და მის გარშემო განვითარებული მოვლენები არის. თეორემას მეორე ნაწილის თემა წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს. ელენე ხოშტარიან, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ზალ დუმაშვილი, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და ნინო დანელია, მედია ექსპერტი, ილიაუნის პროფესორი. რადგან ზალიკო მყავს სტუდიაში, მისგან დავიწყებ პირველად ხარ მე მგონი ჩემთან სტუდიაში, ერთხელ ჩართვით იყავი მახსოვს. თუ შეგიძლია ზოგადად რო აღწერო განწყობა თვითონ რუსთავი 2-ში ძალიან ესეთი დაძაბულ ატმოსფეროში გიწევთ მუშაობა, ქვეყნდება ჩანაწერები, უცებ ისმის რო თქვა თქვენ ეზოში ბარიკადების აგებას აპირებს ვიღაც, მე ვირკვევა რომ არანაირი ბარიკადი არ ეგება, ამასობაში საკონსტიტუციოს გამოაქვს გადაწყვეტილება რაღაცა საზოგადოებრივი საბჭოები შექმნის ინიციატივით გამოდიხართ, მოკლედ დუხს ცხოვრება და არა მარტო საინფორმაციო კუთხე. ცხოვრება დუხს, ოღონდ ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ მივიდა უფრო შვიდ ვითარებაში ყველაფერს კეთება, მაგრამ სამწუხაროდ არ დაგცალდა. ნუ პრინციპში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დღეს მართლა ამ სამთქვის საშუალება მოგცა ყველას. მთლიანად რუსთავი 2-ს, იმიტომ რომ ეხლა დავლაგდებით, უფრო დავშვიდებით და დავიწყებთ სამართლებრივ დავას იმაზე, რაზეც აბსურდზე ვიბრძვით, მაგრამ მაინც უნდა ვიბრძოლოთ სამართლებრივ ჩარჩოებში. რაც შეეხება ამ ჩანაწერებსაც ცელდება და მე ვფიქრობ ეს სერიები ალბათ კიდე გაგრძელდება, იმიტომ რომ ამით არ გაჩერდებიან. ნუ არ ვიცი სადამდე უნდა მივიდეთ. ნუ დღეს უკვე ის მიმართულება მიიღო ამ ჩანაწერებმა, რაღაც პირად შეეხნა ორი ადამიანი ერთმანეთში, ხა მომღერალი და ყოფილი პრეზიდენტი ერთმანეთში საუბრობენ. ეს სრულიად პრივატული საუბარია, ხო? ანუ რაღაც პირადი ჩანაწერებისკენ წავიდნენ უკვე. რაც შეეხება ნიკა გვარამიას და ყოფილი პრეზიდენტის ჩანაწერებს, მე აქ ვერაფერს ვერ ხედავ ისეც, რაც რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს დააზარალებს ამ ჩანაწერებში, ხო? აქ არ არის საუბარი არანაირ სახელმწიფო გადატრიალების ცდილობაზე და ხელისუფლების დამხობაზე, ეს არის უბრალოდ ყოფილი პრეზიდენტის რაღაც რჩევები, როგორ უნდა დაიცვას დაუშვათ კომპანია მენეჯმენტმა, თუმცა არც ერთი მისი რჩევა ფაქტია, რომ გათვალისწინებული არ ყოფილა, იმიტომ რომ ამის საჭიროება ჩვენ ვერ დავინახეთ და არ ჩავთვალეთ, უბრალოდ საჭიროებს რომ ამ ბარიკადები აგვეგო, ან ყოფილ სპეცნაზელებისთვის დაგვეძახა დახმარებისთვის, თუმცა ერთ პერიოდში მართლა ვფიქრობდით, რომ დაცვა გაგვეძლიერებინა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული საფრთხე იყო იმისა, ბევრი სიგნალი მოგდიოდა იმის შესახებ, რომ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები აპირებდნენ მოსვლას და სერიოზული პროვოკაციის მოწყობას. თუ გავითვალისწინებთ ორგანიზებულ თავდასხმებს ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე და თუ გავითვალისწინებთ იმ სურვილს, რა სურვილითაც თქვათ და რა იმ რა ხალისითაც თქვენ გაკავშირებენ ნაციონალურ მოძრაობასთან, არც თუ უსაფუძვლოდ მაგრამ ასეა, შეიძლება რომ ამაზე გეფიქრათ. ელენე, ხელისუფლება გამოდმებით მიგვათრევს გარეთ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან და ჩვენ ვცდილობთ სიტუაციის უკან დაბრუნებას და ჯერჯერობით ამას ვახერხებთ. დაახლოებით ეს არის შენი დღევანდელი გამოხმაურების შინაარსი, შენი დღევანდელი გამოხმაურების პერიფრაზი. თუ შეგიძლია რომ ამ თემაზე გველაპარაკო, რაში გამოიხატა ის რომ ხელისუფლება კონსტიტუციის ჩარჩოების მიღმა მიგათრევთ, იმიტომ რომ ხელისუფლების მხრიდან პირიქით ბრალდება ისმის თქვათ იგივე პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რომ ისინი აპირებდნენ სისხლისგულის ორგანიზებას და ასე შემდეგ, ამისთვის რაღაცა ბარიკადები იქნება და გასაგებია რომ არ დამდგარა ეს ბარიკადები, მაგრამ ურთიერთბრალდებების თქვათ ერთგვარი ტალღა და უცებ შენ ამბობ რომ შენ თქვათ დაიკავე ის პოზიცია, როდესაც ხელისუფლებას დააბრალეს საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გაყვანის მცდელობა. ყველაზე საგანგაშო ამ პროცესში და რაც არ დასრულებულა დღეს საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, ბუნებრივია ჟურნალისტების ეს არის მართლა ამოსუნთქვის საშუალება, გარდა ამისა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ აი ეს მითი, რომ ხელისუფლებას ყველაფერი შეუძლია და ის ჩვენზე ძლიერია და საზოგადოებრივი პროტესტით რთული არ ამის მიღწევა, ეს მითიც ინგრევა და ნამდვილად ძალიან ბევრის მიღწევა შეიძლება, როდესაც ჩვენ პასუხისგებლობით თანმიმდევრულად და მთელი ენერგიის მობილიზებით უპირისპირდები სახელმწიფოს, როცა ის იქცევა, თქვათ, მოძალადეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს საგანგაშო პროცესი ხელისუფლების გასვლისა სამართლებრივი ჩარჩოდან, ეს პროცესი არათუ გრძელდება, ღრმავდება ძალიან სერიოზულად და მოკლედ დავახასიათებ რატო. ეს ტერმინი პირველად მე ვიხმარე სამართლებრივი ჩარჩოდან გადის ხელისუფლება და ამას მუდმივად საუბრობ. მაშინ, როდესაც ურთმელიძემ, თქვათ, აცილება არავითარ შემთხვევაში არ გააკეთა ამ პროცესში და როდესაც პრემიერ-მინისტრი პირდაპირ გამოვიდა და მოუწოდა ხალხს მოუვიდეთ ოპონენტებს ის, რაც არის კასრებში. ანუ ჩვენ ხედავთ რას, ოპონენტებს ებრძვიან, თუნდაც ოპონენტების მიერ რაღაცას არასწორს გაკეთებულს ებრძვიან არა სასამართლოს გზით, არამედ კადრების
გამოგდებით, ასე ვთქვათ, სივრცეში, ინტერნეტ სივრცეში და დღეს უკვე არავის ეჭვი აღარ ეპარება იმაზე, რომ ხელისუფლების გაკეთებულია თუ თავიდან რაღაც იყო საუბარი, რომ გამოიძიონ, ხო, არანაირი დინამიკაც კი არ არის, ხო, გამოძიებაში. მე არ მქონია ილუზია, რომ გამოიძიებდნენ, მაგრამ არც დინამიკა შედეგზე აღარ არის, ხო, საუბარი, არც ერთ გამოძიებაში მსგავსში. ანუ ის არის, ბოდიში გადაწყვეტინებ, რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში, ანუ ზოგადად უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე შენ ვერავის ვერც ბრალს ვერ წაუყენებ, ვერც დაკითხავ. ეს ახალი ეტაპი, ეს კიდე აი დღეს აქამდეც მივედით. უკვე აი ამით მინდა ზუსტად დავუსრულო, დღეს კიდე ახალი საგანგაშო ელემენტები გაჩნდა აი ამ ხელისუფლების არასამართლებრივი ქმედებების. თავიდან ეს იყო აი ამ ფონის შექმნისთვის კადრების ჯერ ერთი აი ესე გამოგდება სივრცეში, მეორე ეს იყო ჩვენება, ანუ როდესაც არ ეყოთ ეს კანო ეფექტი არ იყო შესაბამისი, დაიწყეს პირდაპირ მიზანმიმართულად ამის ჩვენება ქალაქებში. მეორე სიგნალი ეს იყო სინქრონიზებული, აი ამ ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მიქსევა ოპონენტების ოფისებზე, ხო? ტიტუშკები იყვნენ, ხა გასაგებია, სადღობელაშვილი და ეს პრორუსული დაჯგუფებებიც მონაწილეობდნენ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, მაგრამ თვითმმართველობის წარმომადგენლები. ხელისუფლების წარმომადგენლები. ხო, ანუ ხალხის ფართო მასები. ხო, ქართული ვერსია ტიტუშკების, ეს ანუ არც ინიღბება, ამიტომ ხელისუფლება მიზანმიმართულად გადის სამართლებრივი ჩარჩოდან, რომ ამ ხა ურთმელიძის შემთხვევაშიც, ხო, ეს შენიღბულიც არ არის, ხო? ანუ არავის კითხვები არა საშაყირო, სამწუხაროდ საშაყირო თემა გახდა, ხო, რომ ურთმელიძეს არ აღიარებს დედას. ანუ ფორმები გაშარჟებამდე მისული პროცესია ეს. ოღონდ აქ სასაცილო არაფერი არ არის, იმიტომ რომ სახელმწიფო იმსხვრევა, ასე ვთქვათ, ამ პროცესში. ანუ მეორე იყო, რომ პირდაპირ უხსევდნენ ადამიანებს, სადაც იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, პლუს ხდებოდა ეს ძალიან სინქრონულად. მესამე იყო პრემიერის განცხადება, რომ დიახაც ეს ძალადობა არის გამართლებული და მე მესმის ეს ძალადობა და მე ამ ძალადობას ვამართლებ და კასრებში რაც არის ის უნდა მოვიდეთ მათ. შემდეგ ეს იყო ურთმელიძის, ანუ მე ძალიან კარგად მახსოვს ნიკა გვარამიას, აი დღეს როცა საუბრობენ გადატრიალებას, ნიკა გვარამიას გამოსვლა რუსთავი ურთმელიძის სასამართლო ეგრეთ წოდებული პროცესის წინ, როდესაც მან თქვა, ჩემდა გასაკვირადაც კი, რომ დღეს ურთმელიძეს აქვს შანსი, რომ სასამართლო გზით გავაგრძელოთ ურთიერთობა და ასე ვთქვათ მოახდინოს აცილება. ანუ ბოლო მომენტამდე რუსთავი 2 იყო ძალიან მტკიცედ აი იმ გზაზე, რომ შევინარჩუნოთ სამართლებრივი, ასე ვთქვათ, ფასადი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე საქმე ასე ვთქვათ აბსურდულია. და ესეც არ მოხდა და ის ეჭიდება კოლეგიასაც კი არ უშვებს და ბოლომდე მოეჭიდა ამ ასე ვთქვათ არასამართლებრივ. კი, ეს ძალიან ბევრისთვის იყო ნიშანი იმისა, კოლეგიას ან რო არ გაინაწილა პასუხისმგებლობა არავისთან ადამიანმა და თვითონ შეყვა ბოლომდე, ხო? ანუ ეს იყო ძალიან ბევრისთვის ძალიან ცხად ნიშანი. აი ნიკასთან საუბრებისასაც ხო მე რაც მქონი, ანუ თვითონ რო ვეკითხებოდი, ანუ ჟურნალისტები თვითონ როგორ გრძნობენ ანუ ამ პროცესთან მიმართებით თავს, მაგას მე ვიმეორებ, რომ ისინი პროცესს ესწრებიანო და ხედავენ. ადამიანი რომ დაესწრება პროცესს, წარმოუდგენელია, რომ შენ აი ძალიან ბევრჯერ ამათობთ ხოლმე, არის დავა, კერძოდ რომ აი მარტო ერთხელ შეგიძლია დაესწრო ამ პროცესს, რომ საერთოდ კითხვის ნიშნები. მე აი ჯიუტად დავდივარ ყველა პროცესზე და მინდა გამოგიტყდეთ, რომ ყოველ ჯერზე მაქვს პატარა ნაპერწკალი იმისა, რომ შეფუთვის ცდელობა მაინც იქნება და ყველა ეს ჩემი ნაპერწკალი ქრება, იმიტომ რომ აი აბსურდი არის უბრალოდ ეს პროცესი, მაგრამ რომ დაუბრუნდე ას, ანუ ურთმელიძის შანსით სამართლებრივად ამ პროცესის გაგრძელების დავკარგეთ. შემდეგი ეს იყო უკვე ნიკა გვარამიას მიმართ პირდაპირი შანტაჟი, რაზეც ვთქვათ, აქ ვთქვათ, მოუგო ნიკა გვარამი, იმიტომ რომ მათ ეგონათ, რომ მუდმივად რაც ხდება ამ სახელმწიფოში, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში და ჩვენ სახელმწიფოში, რომ შანტაჟით ადამიანებს, ვთქვათ, აიძულებენ რაღაც გაკეთებას, ამით მან პირადი, ვთქვათ, საქციელით დაამარცხა, ასე ვთქვათ, ეს ძალადობრივი ქმედება სახელმწიფოსი და მერე დაიწყო უკვე აი ეს უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა სახელმწიფო ძალადობის და არაკანონიერი ქმედების, როდესაც დაიწყეს საუბარი ამ აუდიო ჩანაწერების გამოგდება და საუბარი რაღაცა გადატრიალებაზე. აქ პრობლემა არის, რომ გარდა იმისა, რომ სახელმწიფო აქვეყნებს, ვთქვათ, რაღაცა საიტებზე მასალას, დღეს სახელმწიფომ აი უკვე დაიწყო და ეს მეორე დარღვევა ამ მასალის საფუძველზე ადამიანების დაკითხვა. ანუ ერთია რომ უკანონოდ ჩდება საერთოდ პირადი ხო ანუ ხო რამდენი ერთი კვირის წინ ხო გვარამია ბოკერია მე ხა დღეს უკვე ნიჟარაძე ანუ ერთი რომ უკანონოდ ავრცელებს პირადი ინფორმაციის სხვადასხვა სახის პირად რაღაცა საუბრებს და მეორე დღე უკვე დაიწყეს ესე ვთქვათ უკანონობა და გაგრძელდა იმით რომ დაიწყეს ამაზე შეთითხნა ამ გამოძიებას ამას საზღვარი არ ექნება მე დღეს ამიტომ ვთქვი რომ ჩვენი სამწუხაროდ ხდება ენერგიების ის რესურსების გაფანტვა იმიტომ რომ წარმოუდგენელია რომ აი ამ
ყველაფერს ჩვენ უნდა ეხა ვებძოდოთ არა უკანონო სასამართლოს უნდა ვებძოდეთ ძალადობის ვთქვათ მოწოდებას ხელისუფლების მხრიდან უნდა ვებძოდეთ ეხლა უკვე აი ამ ფარული და პირადი ცხოვრების ამ რაღაცა გამამჟღავნებელი მასალების ვთქვათ თემას სხვა ეხა აპელაციაზე მოგვიწევს გადართვა იმიტომ რომ აბსოლუტურად არანაირი ილუზია იმისა ეხა ზალიკომ კი თქვა და მე ძალიან მომწონს რუსთავიორის პოზიცია და მეც მუდმივად ამ პოზიციაში ვარ რომ მიუხედავად ამ მცდელობებისა ჩვენ სულ სამართლებრივი ჩარჩოებისკენ უნდა ვათრიოთ ასე ვთქვათ სახელმწიფო და ეს მოხდა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ზალიკო საუბრობს რომ სააპელაციო სასამართლო მოგცემს საშუალებას რომ სამართლებრივი პროცესი გაგრძელდეს მაგრამ ამის ილუზია რა თქმა უნდა მე არ მაქვს იმიტომ რომ ხელისუფლება რომელიც მიდის პირადი საუბრების გამოქვეყნებაზე კერავს რაღაცა გადატრიალებას დღეს უნიკალური განცხადება იყო ეს ბოლო ჩვენ უნდა შევიკავოთ საზოგადოების წარმომადგენლებმა უნდა შევიკავოთ თავი ისეთი აზრების გამოთქმისგან რომელიც ჩამოაყალიბებს არასწორ საზოგადოებრივ აზრს სუსი აკეთებს ამ განცხადებას ეს მე არ ვიცი საბჭოთა აბსოლუტურად საბჭოთა პერიოდის ეს აბსოლუტურად ცდება თუ ანალოგიები არსებობს 9 წელთან წინა 9 წელთან რაც მათ ძალიან ხშირად უყვართ საუბარი და ხშირად ჩდება თქვათ იგე რუსთავი და იმედი და ასე შემდეგ ეს ანალოგია მხოლოდ პირდაპირ საბჭოთა კავშირში მივყევართ რომ აზრი არ უნდა გამოვთქვათ იქ მაინც აზრი ამიტომ ეს დეგრადირებს ეს არის ძალიან საშიში მიუხედავად იმისა რომ ჩვენ მუდმივად და ეს არის ჟურნალისტების, თქვათ, გვარამიას თუ სხვადასხვა აქტორების პასუხისგებლობის განცდაზე, აი ამ ტვირთის შეგრძნებაზე, რომ არ დაუშვებელია ქვეყანაში ფიზიკური დაპირისპირება და გასვლა ამ ჩარჩოებიდან, მხოლოდ ამის ხარჯზეა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ სხედვართ ამ დარბაზებში და აი ამ სამართლებრივ საშუალებებს ვეძებთ, რომ ეს არ გადავიდეს პროცესი, მაგრამ არ გადავიდეს პროცესი ქუჩაში და თქვათ, რაღაც დაპირისპირებაში, მაგრამ მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არანაირი, თქვათ, აი ამ ფარსის მონაწილეობა, ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ როგორც საზოგადოების წარმომადგენელი და როგორც კი ამოიწურება ეს სამართლებრივი ბერკეტები, რა თქმა უნდა, კონსტიტუცია ჩვენ გვაიძულებს, გვავალდებულებს და ამის გარდა მე მავალდებულებს ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ უკანონო გადაწყვეტილებებს ახსნას. აი ეს კითხვა მაქვს ზუსტად ნინოსთან, რომელმაც ასევე, თქვათ, პირველი იყო ელენე შენთან ერთად, მე მგონი, სად იყო სააკაშვილის ჩანაწერები, მაშინ, როდესაც თქვა, რომ მე რუსთავი ორს ფიზიკურად დავიცავ, რაღაცა საძილე ტომარაზე ილაპარაკე იქ, რაღაც მახსოვს, რომ გაგვეცინა კიდეც ამაზე უცებ საძილე ტომრით რომ აპირებდი რუსთავი ორის ეზოში წამოწევას ფიზიკურად დავიცავ რუსთავი ორის თუ შეგიძლია მითხრა ამ შემთხვევაში რა განსხვავებაა ბარიკადებზე დგომასა და საძილე ტომრით წოლას შორის რუსთავი ორის ეზოში არავით არის იმიტომ რომ ცხადია როდესაც მეც და ელენეც და ჩვენთან ერთად კიდე ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა იმას რომ ჩვენ იქ ფიზიკურად მივალთ და დავიცავთ რუსთავი ორს ნამდვილად არ ქონდა არავის იმის ილუზია რომ ჩვენ ახლა იქ დავდგებოდით მართლა და პირდაპირ ფარად დავუდგებოდით იმ ადამიანებს ვინც მოვიდოდა გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხადია იქ შეიძლება ლაპარაკი ყოფილიყო ჩვეულებრივ დამცავ საშუალებებზე როგორიც არის თქვა თუ რაღაცა წინაღობების შექმნა იმ ადამიანებისთვის რომ ეზოში ვერ შემოსულიყვნენ ხადია ხა მაშინ არავის არ გვიფიქრა ესე დეტალურად რას გავაკეთებდით იქ და რას მივიტანეთ ფიჩხები იქნებოდა ეხა ის თუ მართლა ბომბლები იქნებოდა თუ რა იქნებოდა ხა ნამდვილად არ გვიფიქრე ამაზე მაგრამ ცხადია როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ იმაზე რომ ჩვენ დავიცავთ თავს და დავიცავთ ჩვენს უკან დგომ ტელეკომპანიას იმიტომ რომ გონია რომ მნიშვნელოვანია ძალიან ამ ტელეკომპანიის არსებობა ცხადია ეს ადამიანები ფიქრობენ იმას რომ ხო რა თქმა უნდა იქ წინაღობები აშენდება ხო თუ აიგება თუ რაც იქნება მართლა სად არ ვიცოდით მაშინ რას აპირებდა თქვა სააკაშვილი და მე ამ შემთხვევაში საერთოდ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ ჩვენ განვიხილოთ რაიმენაირად შინაარსი აი მე და ელენეც საუბრობდით აქ მოსვლამდე იმიტომ რომ როგორც კი ჩვენ დავიწყებთ განხილვას ვინ რა ილაპარაკა პირად საუბრისას თქვა ტელეფონით თუ საძინებელ ოთახში თუ სამზარეულოში ჩვენ უკვე გადავდივართ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მოედანზე და ვიწყებთ მათი თამაშის წესებით თამაშს რაც არის აბსოლუტურად გამორიცხული ჩემთვის იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ კი თქვა საქმე ეხება არ ვიცი რაიმე დანაშაულს ამ სახელმწიფო გადატრიალებას ან რაღაცა თქვა პრობლემაა ქვეყნისთვის მე ნუ ჩამრთავენ ამ საქმეში დაიწყონ გამოძიება როგორც ეს ხდება წესიერ ნორმალურ ქვეყნებში და გამოიძიონ საქმე და გამოიტანო ბატონო თქვა თავად მიიღო გადაწყვეტილება ხო მაგრამ როდესაც უკვე ლაპარაკია იმაზე რომ უკანონოდ არის განხორციელებული თქვა თავად ჩანაწერი ადამიანები არ აღიარებენ ამის ავთენტურობას ეხლა დავდგეთ აქ და ვიჭორაოთ რომ ვინ რა უთხრა ვის და თქვა რა ვითარება იყო და რა კონტექსტი იყო მე მგონი ეს არ გვეკადრება
არავის იმასაც კი არ არის ვიჭერო თორე ეს ამკვიდრებს არაკანონიერ გზას ურთიერთობის სახელმწიფოს და მოქალაქეს შორის რაც საშიშია ყველასთვის აქ არ არსებობს მოგებული მხარე. რა თქმა უნდა. ანუ ჩვენ უკვე რაღაცნაირად დასაშვებად მიგვაჩნია ის რომ უინახე ესე იგი ესეთი რამე თუ თქვა, ამიტომ ესე იგი გამართლებულია თქვა ადამიანს უთვალთვალო და უსმინო და თქვა არ ჩააყენო საქმის კურსში ამის შესახებ, ხო? ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ უნდა მართლა შევწყვიტოთ განხილვა თქვა ჩინაარსობრივი და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ აღკვეთა აი ამ უკანონო მოსმენების და აქ მე მგონი არც ჩვენს ტელემაყურებელს ეპარება ეჭვი იმაში რომ რასაკვირველია ეს არის ხელისუფლების მიერ ინიცირებული, ორგანიზებული და შემდეგ უკვე აი ესე გამომზეურებული კადრები და ჩანაწერები, იმიტომ რომ ყოველთვის ეს კადრები, ამ კადრების გამოქვეყნება ემთხოვა ხოლმე პერიოდს, როცა ხელისუფლება თვლის რომ ყველაზე მეტად უჭირს. ხო, ეს იყო არჩევნებამდე, როდესაც ძალიან ცოტა ხანი რჩებოდა და ხვდებოდნენ რომ თქვა მათ რეიტინგს არაფერი არ შუალოდა და იყვნენ მაშინ ოპოზიციაში. მანამდე ინახეს, ეს არის აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელი და კატეგორიულად დაუშვებელი და ეხლაც ვნახეთ როგორც კი მათ გაუჭირდათ კვლევების შემდეგ რეიტინგში გაუჭირდათ როცა დაიწყო კამპანია რუსთავი ორის წინააღმდეგ და მათ ეგონათ რატომღაც რომ ადამიანები არ დაიცავდნენ ამ ტელეკომპანიაზე ან დაიცავდნენ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები და აღმოჩნდა რომ ეს აბსოლუტურად არ არის და ამ საქმეში რომელიც თავიდანვე ცდილობდნენ რომ მოენათლათ როგორც ორ კერძო სუბიექტ შორის დავა და აგერ ელენემ აღნიშნა რომ სუსმა დღეს თურმე გითხრა რომ რამე ისეთი არ თქვათ ევანდო რომ საზოგადოებრივი აზრი არასწორი მიმართულებით მიმართვათო, აი საზოგადოებრივი აზრის არასწორი მიმართულებით და სწორი მიმართულებით მიმართვა რა არის, ეს ვინ უნდა გადაწყვიტოს და რა ჩარჩოებში ჯდება საერთოდ ეს განცხადება. ეს ხო არის, არ ვიცი, არაკონსტიტუციურობას რო თავი დავანებოთ, მართლა არის ტოტალიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი განცხადება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალიდან მოვისმენ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და ყველა იმ ადამიანის განცხადებას, რომელიც აი ასეთ ტოტალიტარიზმს ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პარლამენტში აღმოჩნდა, რომ ტოტალიტარიზმის მომხრეები ბევრი გვყავს, ხო? აი ყველანი გამოვიდნენ და სტალინზე ლაპარაკობენ, როგორც ძალიან კარგ ადამიანზე. მე ყველანი არა, მაგრამ ნუ ბევრი მნიშვნელოვანი ბევრი, ხო? და მათ რაღაცა ხო? არ გარიცხულ ამის გამო პარტიიდან. ხო, და პრობლემაც არ ყოფილა და ამიტომ გონია რომ ის რაც ხდება, აი ეს რაღაც ვითომ პატარ-პატარა ვიღაცას რაღაც წამოწდა, შემთხვევით აი ამ სუსმა ესეთი სამარცხვინო განცხადება გააკეთა. შემთხვევით გამოჩნდა ფარული ჩანაწერები, ხო? არ მგონია ეს ყველაფერი შემთხვევითი და მე მგონია რომ ეს არის ძალიან კანონზომიერი სვლა ხელისუფლების ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბებისკენ. მაგრამ ძალიან ბევრი ამის საფუძველს საქართველოს შეძლებს როგორ ფიქრობთ, ანუ გასაგებია ბიძინა ივანიშვილი, ანუ თუ კონტექსტში დავალაგებთ ყველაფერს ხვდებით. ხო, ანუ ყველაფერს თუ განვიხილავთ, რა აი აქ მედია, საერთაშორისო, აი როგორ თქვა, რომ ეს არა, თურმე საერთოდ აღარ მახსოვს ზუსტად ფორმულირება როგორი იყო, მაგრამ მოვიგერეთ არა თქვა, რომ ესა უიო საცოდავი უცხოელები, ევროპელები და ამერიკელები. ანუ გრომიკოს სტილთან გვაქვს საქმე, ხო, ეს უკვე გორბაჩოვის დროინდელი პერესტროიკაც აღარ არის, კიდე უფრო უკან ვართ, აი სადღაც არ ვიცი, სტალინსა და ხრუშჩოვს შორის ვართ. აი რაღაცნაირი ის არის, რა ქვია, იმიტომ რომ ხრუშჩოვმა უკვე დაიწყო, ხო, რაღაცა დალაპარაკი, ოჯეპელი იყო და დავთვით და რა. აქ ესეც არ არის, ხო, ანუ ძალიან უკან მივდივართ უკვე ჩვენ ეს 9 წელი კი არა, არ ვიცი, რამდენი წლით უკან მივდივართ, ხო? და საფუძველი ამის ნამდვილად ხელისუფლებას არ აქვს, დასაყრდენი არ აქვს ხელისუფლებას, რა ქვია, საზოგადოებაში მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც აი პირველ ბლოკში რაც გქონდა თქვენ, ხო? ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ აი ესეთ ძლიერ ინსტიტუტებს მათ უნდათ რომ საზოგადოებრივი აზრი დაიმორჩილონ და მართონ. მათ არ ესმით რას ნიშნავს მათთვის მიუღებელი აზრის გამოხატვის თავისუფლება. არ ესმით რა არის სეკულარული სივრცე, არ ესმით რა არის საჯარო სივრცეში ვთქვათ თავისუფლად მოქმედების საშუალება. ანუ თვითონ ჩვენ როგორც საზოგადოებას გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. და იმის მაგურად რომ ამ პრობლემების რაღაცნაირად განკურნებაზე თუ მოგვარებაზე თუ ვიმსჯელოთ, ხო ჩვენ აი ამ რაღაცა სულელობებზე მართლა ვლაპარაკობთ, რა უთხრა ყოფილმა პრეზიდენტმა მომღერალს, მე როგორ დაიბარეს ეს მომღერალი იმაზე რა ქვია სასამართლო პროცესში არის ძალიან ხო, აი რაღაცა უკვე მარიონეტული ის საბჭოებასაც აღარ ტოვებს უკვე ეს სახელმწიფო და მისი მთავრობა უკვე ისეთ მდგომარეობაში არიან და ამიტომ გონია მე რომ ეს ეხლა არის მხოლოდ დასაწყისი სამწუხაროდ. მე მგონია რომ აი ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ კიდე ძალიან ბევრ ასეთ უბედურებას ვიხილავთ. ამიტომ აქვე სანამ თქვათ
გაშალეს ფრთები, აქვე ძალიან მკაცრად, ზუსტად ისევე როგორც რუსთავი ორის შემთხვევაში ვთქვით. ძალიან მკაცრად უნდა ვთქვათ, ჩვენ ამ თამაში თქვენ არ მოყვებით. ამიტომ რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ. ერთი არის პასუხი და ეს პასუხი არის ძალიან კონკრეტული, რომ დაუშვებელია პირადი ჩანაწერების გამოქვეყნება. დამთავრდა. ეხლა იქ რაღაცა მოგონება, რომ თურმე უკრაინულ საიტზე, უკრაინულმა იმან აზრთა ქართულად ტიტრების გარეშე. ნუ აქ შეიძლება დაიხვეწონ და ტიტრები დაადონ, მაგრამ ეგეც უკვე არაფერს აღარ ნიშნავს, იმიტომ რომ ერთ საათში გამოძიებას იწყებენ თან ამაზე, ხო? ანუ აი რაღაცა შეფუთვაც არ არის, ხო? გამოქვეყნდა, ან წინა შემთხვევაში გამოქვეყნდა კადრები პრემიერ-მინისტრმა ეგრევე განცხადება გააკეთა, ხო? ანუ აბსოლუტურად ხან თვითონ იმძახე, რომ ავთენტურობად დამტკიცებული არ არის ამისი და რის საფუძველზე იწყება გამოძიებას, თუ არ იცი რომ ეს ნამდვილია. თუ არ იცი რომ ავთენტურია, თან რა გზით გაქვს მოპოვებული, სასამართლო ამას მტკიცებულებას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ეს არ არის კანონიერი გზით მიღებული მტკიცებულება, ხო? ანუ ნორმალური სასამართლო ამას მტკიცებულებად ვერ მიიღებს. ანუ ესეც პრობლემაა, შესაბამისად არ ვიცი ხო. ნუ თქვა მან ესეთი აზრიც მაქვს მოსმენილი, რომ იმიტომ ატვირთეს უკრაინულ საიტზე, რომ შემდეგ უკვე მედიიდან მიღებული მტკიცებულება იყოს და ამიტომ ჩაითვალოს კანონიერად, მაგრამ იქ საიდან მოხვდა იმ იმაზე, ხო? რა ქვია? გასაგებია, ახლა რომ ვფიქრდები დინამიკას და როგორ შეიძლება ისინი ფიქრობდნენ, ანუ აი იგივე გიგა ბოკერიას და იმის საუბრები, სააკაშვილის საუბრები არის ჩაწერილი, ვთქვათ, აი მსგავსი ტიპის საუბარი, როცა 19 ოქტომბერს, იმიტომ რომ ჩვენ 20-ში გავფრინდით იგივე მადრიდში. რომ ჩამოვედით ოზე უკვე გვარამიას განცხადებით, რომ ჩვენ ვაგრძელებდით, ახლა მართალია 22-ში ბარიკადების აგებას თურმე ინსტრუქტორს უტარებდა და ამას თურმე რაღაცა ნაციონალური მოძრაობა ჩვენ არ ვიყავით თბილისში და არ ვაპირებდით, გიგაც აპირებდა 25-მდე ლონდონში ყოფნას და ასე გტოვებდათ ბარიკადებზე მარტოს, რო იცოდეთ. ხო და აი მაშინ რომ შეხედო იმას, რომ ჩამოვედით, მაშინვე დაიბარეს და მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე არ უნდოდა ჯერ ამ ჩანაწერებზე საუბარი. ანუ აი ეს ჩანაწერები როგორც ჩანს, ჰქონდათ მოპოვებული, 21-ში მივიდნენ გვარამიასთან და დააშანტაჟეს, 21-ში იყო ეს განცხადება და მერეც კი ამ ჩანაწერების გამოყენება არ უნდოდათ, იმიტომ რომ უკანონოდ იყო მოპოვებული და უნდოდათ აი იმ სულელური FSB-ს პირდაპირ ჩაულებრივად რაღაცა კრემლის პროპაგანდის საიტზე გამოქვეყნებული მასალა, ანუ პირველი დაკითხვა ბოკერიას, რაცაც ვთქვათ, მოუწყვეს, ხო, იყო აი ეს მასალა, სადაც რაღაცა ათათურქის აეროპორტში. სწორედ ამიტომ გონია ძალიან მნიშვნელოვანი ნიკა გვარამიას განცხადება, როდესაც მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა, დაასწრო ხელისუფლებას და თქვა, რომ ყველაფერი თქვა პრინციპში, ხო? მე თქვა, რომ აქვთ უთხრეს, პირდაპირ უთხრეს, რომ აქვთ სააკაშვილთან მისი მიმოწვევის არა ყველაფერიკის ჩანაწერები. ანუ ეს ძალიან კარგი, ანუ ჩვენ მე მგონი არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაზე მეტი ჭკუა გვაქვს და ამიტომ ჯობია რომ ვთქვათ, მათ დავასწროთ ხოლმე თუნდაც ნახევარი ნაბიჯით და ისინი იყვნენ მოპასუხე მდგომარეობაში სულ. ხშირად ეს ბუნებრივია, ხო? ეხლა ამაში მიზნს დაებადოს კითხვა, რომ რატო ელაპარაკება მიხეილ სააკაშვილი დიკაბარი, იმიტომ რომ მეგობრები არიან წლების განმავლობაში და კი, ეს ყველაფერი შიგნით ეხლა რა საუბარი მიდის ის რა რჩევასადოს, ეს ხო არ არის აქტუალური, აქ ხო არ არის რამე კრიმინალი ის რომ ესაუბრები შენს მეგობრებს. ხო, გასაგებია და ამას გარდა კიდევ იქ ხო არა, ანუ რეალურად შინაარსი რომ გაანალიზო, იქ სამართლებრივ საფუძველს რომელიმე ბრალი წაუყენო ვერანაირად ვერ იპოვი, იმიტომ რომ იქ საუბარია იმაზე, რა განზრახვა შეიძლება ჰქონდეს ვიღაცას ხელისუფლებაში. დავაანონსე და კიდევ ერთხელ ვაანონსებ, რომ მე ფიზიკურად არ დაუდგები წინ სპეცრაზმს და გაუწევ წინააღმდეგობას. წინასწარ ვაანონსებ, თუ საუბარია იმაზე, რომ ეს ქმედება ამის გამო ვიღაცა ისჯება, გამოვდივარ და ვიძახი, რომ მე ამას ვიზავ, პირდაპირ ვამბობ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ გუნდს რა შეჭირდება ეს პროცესი და ვინ როგორ სპეკულირებს, ეს სხვა თემა, დღეს ჩვენ თუ არ ვიტყვით, რომ ესეთი გზით მოპოვებული მასალები საერთოდ არ არის განხილვის საგანი, ძალიან საშიშ სივრცეში შევდივარ. რა გადატრიალებაზე ლაპარაკი? ვაცხადებ, რომ ამას გავაკეთებ, რის გამოც იკითხებიან ადამიანები. სწორად აღნიშნა, რომ შესაძლოა გაჩნდა, ეჭვი აი ბოლოს გამოქვეყნებული, მე საერთოდ ვერ მივხვდი მაგალითად, თქვათ, იგივე ფაბრიკაციაო ნიჟარაძე ამბობს და მგონი სააკაშვილიც იგივე ამბობს, რამდენიმე საუბრისა, მაგრამ რა მშობა ამ საუბრის გამოქვეყნების მიზანი რა იყო, არ ვიცი, იმიტომ რომ იქ საუბარიც არ არის იმაზე, არაფერი იძახის სააკაშვილი იძახის, რომ არაფერი რაღაცა სისხლის ღრა იქნება, რასაც ეს იძახის 3 წელია, რომ ივანიშვილი არჩევნების გზით არ წავა ხელისუფლებიდან, ამას გვიმტკიც. ეთანხმები არ ეთანხმები, თქვათ, ეს ცალკე თემა. მაგრამ იქ იყო, თქვათ, იგივე აი ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით გაკეთებული თითქოს რაღაც რემარკა და შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს აი ჟურნალისტებზე შიგნით ვითარების გატეხვა
ამას ცდილობენ და სხვათა შორის ანუ ბარემ დავამთავრებ ამ კითხვას. თქვენ როდესაც დაანონსეთ გიორგი ლაფერაშვილმა გააკეთა განცხადება საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ, იგივე თქვა ჟურნალისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ემიჯნებიან ძალადობისკენ ნებისმიერებას. ამან გარკვეული რაღაც ესეთი განსაკუთრებით ესეთ ორთოდოქს მომხრეებში ნაციონალური მოძრაობის ესეთი ეჭვები გააჩინა, რომ აი სარედაქციო პოლიტიკას იცვლის უკან დაიხია და ასე შემდეგ. აი ამ მიმართულებით თუ შეგიძლიათ რომ ითხრა რა ატმოსფეროა, რას აპირებთ თუ არა საერთოდ რა უნდა გააკეთოს ამ საბჭომ, რომელიც ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია. ხო, რაც შეეხება სარედაქციო საბჭოს, ეს უბრალოდ ჩვენ მივიღეთ არასამთავრობო სექტორის ინიციატივა იყო, ასეთ საბჭოს შექმნა და ჩვენ აბსოლუტურად გავიზიარეთ ეს, რომელიც გარკვეულწილად, ის კი არ გააკონტროლებს ჩვენ სარედაქციო პოლიტიკას, არამედ პასუხისმგებლობას აიღებს. დღეს მქონდა რაღაც კონსულტაციები კიდევ და საბოლოო ჯამში იქითკენ მიდის, რომ ეს იქნება უფრო რაღაც გარანტიი ჟურნალისტებისათვის საბჭო, რომ ნებისმიერი მოქმედი თუ შემდეგ მოსული გენერალური დირექტორი და დაფუძნებლები ეს ხელაღებით ვერ მოეპყრობიან ჟურნალს და მათი სრულისავე ვერ გაყრიან სამსახურიდან იმის მიხედვით მათი მოწონს თუ არა. ანუ აქ უფრო მყარი მიზეზები უნდა იყოს. გარდა ამისა მთავრობისგან ჟურნალისტები რომ არც ნინო დანელიას და არც ელენე ხოშტარიას ხო თქვენ სარედაქციო პოლიტიკის კონტროლის და ნიუსების წერის არანაირი სურვილი დარწმუნებული ვარ და არც დრო არ გააჩნიათ. ეს უბრალოდ რომ გაგვეფანტა. ნიკა გვარდიელი შევთხოვა როდესაც ეს იყო ნიკა გვარდიელი რომ დააშანტაჟეს და მე რომ მოყვა ეს გავრცელება პირველი დღიდან მე დარწმუნებული ვარ ეს ძირითადი დარტყმა ასე ვთქვათ ამ ყველაფრის და მიზანი იყო რომ შიგნით დაწყებულიყო რღვევა რუსთავიორში. პირადი საუბრები ნიკას აიმუქრებოდნენ რომ პირად ცხოვრების კადრებსაც გამოვაქვეყნებთ ხო რაღაც უნდა რომ ჩვენ თვალში მომხდარიყო ჩვენი ხელმძღვანელის ასე ვთქვათ დეგრადირება გარკვეულწილად დისკრედიტაცია. შემდეგ ეს ჩანაწერები სააკაშვილის და გვარემეს ისიც მაგას ემსახურებოდა რომ აი როგორ თქვენთან ჟურნალისტებს ვინ გეკითხებათ არავინ გეკითხებათ და ბარიკადებს აგებენ რა ხო? ანუ ეს და საზარბაზდე ხორცებად გიყენებენ თუ ასე. ამიტომ მე აი ესეთი ზედმეტი ის ვარ ყოფილიყო ასე ვთქვათ შემოტევების სხვადასხვა მხრიდან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ საერთოდ შევაჩერებით ამ პროცესს ასე ვთქვათ და ჩვენი ღობის იქით გადავწევდით რომ არ ყოფილიყო ზედმეტი პროვოკაცია ასე ვთქვათ შეიძლება ელემენტარული პროვოკაციის ყოფილი გავხდარიყავით ჩვენ რომ იქ რომ რაღაც არ მომხდარიყო ჩვენს ეზოში ამიტომ გადავწიეთ ეს პროცესები ღობის იქით და შემდეგ დავიწყეთ უკვე ფიქრი იმაზე რომ ეს სარედაქციო საბჭო შეიქმნა რომელიც კიდე დამატებითი ბარიერი იქნებოდა ვიღაცებისთვის რომ ზედმეტად თითის გამოშვერა არ იყოს რუსთავიორისკენ ხოლმე ამის კი ბატონო ტაბულას ესეთი სარედაქციო კი არა თუ როგორ თქვა ესეთი საბჭო შექმნის დღიდან აქვს ბუნებრივია ესეც იდო ამაში რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ამაზე საზოგადოების მიერ ვთქვათ რაღაც აღიარებულ რესპექტაბელურ ადამიანებსაც აიღოთ პასუხისმგებლობა და მართლაც 12 კაციანი საბჭო გვაქვს ვამშვიდებდი კიდეც რომ დაწმარდით ამის გამო ტაბულას ვთქვათ სარედაქციო პოლიტიკა ნამდვილად არ შეუცვლია და გავლენა ვთქვათ საბჭოს ამ ყველაფერზე არ აქვს. როგორ ხედავ მოვლენების განვითარებას? ეხლა გასაგებია რომ რაღაცა რამდენიმე თვიანი შეიძლება რამდენიმე თვიანი შესვენება ვთქვათ შვებაც კი კონდეს ტელევიზიაში. ის რეჟიმი მაინც არა მაქვს რომ ხვალე შემოვარდება აღმასრულებელი და აი ყველაზე სტრესი ეს იყო რომ აი ყოველდღე ველოდებოდით აი ხა იტყვის ურთმელზე დაუყოვნებლივ ასრულებას და შემოვარდება. კი გასაგებია ვთქვათ იქ აპელაციო ვადები მე საკასაციო ვადები ანუ რაღაც დროში ეს პროცესი გაჭიანურდა და ასე შემდეგ. აი აქ რას ელოდები ელენე მე მგონია რომ ეს თქოთ ჯერთი ხაზი მინდა გავუსვა რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევძელით მთავრობის დაბრუნება ამ სამართლებრივ ჩარჩოში და საკონსტიტუციო სასამართლო არის ის კუნძული რომელიც არ არის თქოთ მთავრობის გავლენის ქვეშ და ამ შემთხვევაში თქვათ ჩვენ ტურავას ინციდენტიც კი ავიცილეთ ამ სიტუაციაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გავარესება არ მომხდარა აი არც ვიცინო თუ ვიტიროთ და მაგრამ მე მგონია რომ დეგრადაციისკენ მიდის სიტუაცია, იმიტომ რომ ხელისუფლება არც ერთ ეტაპზე აი ამ ერთადერთი ვინც ხელისუფლებიდან მოიქცა პასუხისგებლობით, რომელსაც მე ვამყარებ გარკვეულ იმედებს ეს არის პრეზიდენტი, რომელსაც გააჩნია გარკვეულ რა თქმა უნდა მას არ აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები, მაგრამ მას გააჩნია პლატფორმა, მას შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობასთან თქვათ ურთიერთობა და მას შეუძლია აგრეთვე თქვათ რა გარკვეული მაკონსოლიდირებული ფუნქციის შესრულებაც, ამიტომ ერთ-ერთი თქვათ მნიშვნელოვანი ელემენტი არის პრეზიდენტი, რომ აი ამ სამართლებრივ ჩარჩოდან გასვლისგან რაღაცნაირად შევაკავოთ ხელისუფლება. მეორე არის საზოგადოებრივი კონსოლიდირება. მე მგონი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებიც უნდა წარადგინოს და ალბათ სასურველი. კი, ანუ ძალიან ბევრი ბერკეტი, ძალიან თუ არის პოლიტიკური ნება, არის ძალიან ბევრი ბერკეტი. მე მეტიც მინდა ვთქვა, რომ იგივე დავით უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარესაც მიუხედავად იმისა, რომ ის სამწუხაროდ აბსოლუტურად არანაირ როლს არ თამაშობს, ან ცუდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს წინააღმდეგ კვერცხების როლას აზრის გამოხატვა და არ თქვა თავისუფალი გამოხატვა. მე მგონია რომ მასაც გააჩნია სერიოზული პასუხისგებლობა და შესაძლებლობა რომ რაღაცა გავლენა მოახდინოს, იმიტომ რომ ეს იყო პლატფორმა ამ ადამიანების რესპუბლიკური პარტიის განსაკუთრებით, ეს იყო პლატფორმა მე ხა არ მიკვირს რომ თქვა რაღაცა თოფაძე სტალინზე საუბრობს და ვიღაცა რაგვარები არიან არც მახსოვს მუშტებს იქნევს პარლამენტში დაჭულიანის თქვა სიტყვა მაგრამ რესპუბლიკური პარტიას სულ თან ეს არ არის დღეს შექმნილი ხო რაღაცა 20 წელია მე მგონი პლატფორმა აქვს სწორედ აი ამ დემოკრატიული პროცედურული დემოკრატიის რისი pirდაპირ მსხრევა მიდის მათივე ხელით ამიტომ მათ განსაკუთრებული შიგნიდან ანგრევს როგორც ხო ნუ აი არ ირონიაშიც არ მინდა გადავიდე ანუ მე მგონია რომ მათ განსაკუთრებული პასუხისგებლობა აქვთ ამ პროცესში გარდა ამისა საზოგადოებრივი კონსოლიდაცია ამ საზოგადოებრივ კონსოლიდაციას ეხლა ამან აჩვენა აქვს ძალიან დიდი ძალა და ამას ექნება ჩვენ თუ კიდევ უფრო კონსოლიდირებული და ეფექტურები ვიქნებ მთავრობა ცდილობს საზოგადოებრივ ჯგუფებში შეიტანოს და NGO-ებში შეიტანოს განხეთქილება იმიტომ რომ ყველაზე თქვა ზოგს აქვს პრობლემა რომ აი არ მომაწეპონ ნაციონალი სიარლიყი და ამიტომ ცდილობს გაყოს ეს სიტუაცია რაღაცა ნაციონალები და მთავრობა და მე ზოგადად არ მესმის როგორ შეიძლება მთავრობის მხარეც იყოს რომელიც ძალადობს ვიზეც არ უნდა იყოს სიტუაციაში მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრს აქვს ამის პრობლემა რომ აი მე რაღაცა არ ვიყო ასოცირებული ნაციონალურ მოძრაობასთან რაღაცა პიროვნულად დისკომფორტი ამისი გააჩნიათ ამითი ცდილობს რომ ეს თუმცა ძალიან უკვე უცვდება ეს ყველაფერი და ძალიან ეპარებათ ხელიდან ამ ტიპის კი ბატონო რამდენად არის იმისი საფრთხე ფაქტია რომ ხელისუფლება აი ამ ჩანაწერებით ერთადერთი რასაც ცდილობდა ნუ გასაგებია რომ ხა ვერანაირად ვერ იპოვიდა იქ რაც არ იყო იმას იგივე რკინის კონსტრუქციებს მაგრამ რასაც ცდილობდა რის მიღწევასაც ცდილობდა ხელისუფლება ამითი არის გასაგები რომ ლიხუთავი მთლიანად მიეწებებინა ნაციონალური მოძრაობისთვის ეჩვენებინა რომ ისევ მიხეილ სააკაშვილი იძლევა მითითებებს თუ როგორ უნდა იმართოს ეს ტელევიზია ამისი დემონსტრირება უნდა იმისთვის რომ თქვა გარკვეულწილად ეს რაც პლატფორმა რაც შეიქმნა რუსთავიორის დასაცავად და ეს მოიცავდა სხვადასხვა გემოვნების არასამთავრობო ორგანიზაციებს სოციო პოლიტიკური გემოვნების არასამთავრობო ორგანიზაციებს ესენი გაეხლიჩა რამდენად სწორია ეს ჩემი შტაბეჭდილება რომ თქვა იგივე შემდეგ იგივე ეკაგი გაუსიქნება თუ ანანაცვლიშვილს რაც პრობლემა შექმნოდათ რუსთავიორი დაეცვათ იმიტომ რომ გასჩენოდათ ის რომ თქოს ამ გზით ისინი სააკაშვილსაც ესარჩლებენ არ შეიძლება ესეც იყო რამდენად იზიარებ რომ ეს იყო ჩანაფიქრი ერთ-ერთი და შეძლო თუ არა იმ შემთხვევაში თუ იზიარებ რომ ხო არ დადგა ეგ შედეგი იცი რა მე ვფიქრობ რომ შეიძლება უნდა და არ გამოვრიცხავ ყოველ შემთხვევაში მაგრამ შედეგი არის აბსოლუტურად საპირისპირო იმიტომ რომ ყველა გავლენიანი თავმოყარე პროფესიული ორგანიზაცია რომელიც კი მუშაობს სამართლის საკითხებზე, კანონმდებლობაზე, მედიის საკითხებზე ყველა ეს ორგანიზაცია დადგა მართლა რაღაცა გაშლილ ფრონტად იმისათვის რომ დაეცვათ მათთვის და ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც არის კრიტიკის უფლება, ხელისუფლების კრიტიკის უფლება. მედია ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი ფუნქცია ერთ-ერთი ხო არის ეს, რომ აკონტროლოს და აკრიტიკოს ხელისუფლება. ამ სიტუაციაში რაც არ უნდა შეეცადოს ხელისუფლება, ხელისუფლების მხარდამჭერი მიაწეპოს რაღაცა იარლეკი რომელიღაც ადამიანს, ხო და თქვას რომ უი შენ ესე იგი ნაციონალების დამცველი ხარ ან მიშა სააკაშვილის მომხრე ხარ, რაც თავისთავად აბსურდი არის, ხო თუ თქვა მოკლე მეხსიერება რა აქვს ამ ადამიანებს, ყველა მიცის რასაკეთებდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში. ამიტომ ყველაზე უფრო ჭკვიანური და პროფესიული პასუხი ხელისუფლების აი ამ რაღაცა მარაზმულ მდგომარეობაზე არის ის, რომ მათ გააგრძელონ იგივეს კეთება, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლების დროს, იმიტომ რომ შემთხვევით ხო მეორე მხარემ არ თქვას, რომ ისინი სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, იმიტომ რომ რისკი ამ ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც თქვა, ჩემთვის, ელენესთვის, ყველასთვის არის ის, რომ თუ ჩვენ არ ვთქვით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპები და ღირებულებები, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში, რა მნიშვნელობა აქვს? ლევან გაჩეჩილაძეს თუ ურტყამენ თავში და ლევან გაჩეჩილაძეს ვიცავ, ეს ნიშნავს, რომ მისი ღირებულებები მაქვს არა, ხო? მთავარი არის ფაქტი, რა ხდება. ზუსტად ასეთივე სიტუაცია გვაქვს ახლა, როდესაც არბევენ ოპონენტს, პოლიტიკურ ოპონენტს და მე ძალიან ხშირად ვიხსენებდი ხოლმე თქვენს მაგალითს, რომ როდესაც თქვა ოპერის ღობისთვის
უკვე აფიშაზე მიკრული პლაკატი იყო იერსახის დაზიანება და ამის გამო მათ გაბედეს და წაგიყვანეს დაკითხვაზე, რატო არ იყო? ხო, დაგაკავეს. რატო არ იყო, თქვათ, იერსახის დაზიანება რაღაცა 60-მდე შენობის თან პოლიტიკური мотивაციით დარბევა და რაღაცა საღებავების შესხმა, ხო? ეხლა აქ არ ჭირდება ამას ის რომ ეს თქვა, რომ ეს არის უმსგავსობა, რომ ეს არის სერიოზული დარღვევა ხელისუფლების მხრიდან და რომ ხელისუფლება ძალადობს ადამიანებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციაზე. ამას არ ჭირდება ახლა დიდი ფილოსოფია, ხო? თუ კი ამას არ გააკეთებ, მაშინ ცხადია, შენ მოხვდები გონგო NGO-ების რიცხვში და ასეთი NGO-ებიც ვიცით, ხო? მაგალითად, ლადო სადღობელაშვილის გვერდით, ნამდვილად არ მინდა რომ ჩემი თავი განვიხილო, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირიქით არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა ძალიან კარგად აჩვენეს ხელისუფლებას ეს, რომ არ გავა არანაირი ასეთი რაღაცნაირი, რა ქვია, თითის გაშვერა, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს ანა ნაცვლიშვილის არაჩვეულებრივი განცხადებები სწორედ რუსთავი ორთან მიმართებაში, არა მხოლოდ ადგილობრივ ორგანიზაციებთან და თქვა ტელეეთერებიდან თუ თავის თქვა Facebook კენდელზე, არამედ დიპლომატებთან გაკეთებული ძალიან სერიოზული, ძალიან მკაცრი განცხადებები, ისეთი იმგვარი განცხადებები, რომლებიც სწორედ ხელისუფლებას მოუწოდებდა პასუხისმგებლობისკენ და სხვაგვარად არ შეიძლება, იმიტომ რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი პირველ რიგში და შემდეგ უკვე ყველა ვთქვათ დანარჩენი, მათ შორის ოპოზიცია, მათ შორის საზოგადოებრივი ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ, მაგრამ მართველი, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას ძალადობისკენ, ხო, იმას ვერ ექნება ვერანაირი ვერც მორალური, ვერც ზნეობრივი და მით უმეტეს ვერც რაღაცა საკანონმდებლო რაღაცნაირი უპირატესობა ყველა დანარჩენ ჯგუფსა საზოგადოებაში. ჯოდან, ხო არ გეჩვენება, რადგან დიპლომატები ახსენებენ ამასაც, ხო არ გეჩვენება, რომ ხელისუფლება გარკვეულწილად რაღაცა მომწყდეულია კუთხეში და უკვე სისულელეზე აკეთებს, ისეც როგორიც არის მაგალითად სოფონი ჟარადის დაკითხვაზე დაბარება, იმიტომ რომ თქვით ძალიან გაზრდილია საერთაშორისო წნეხი და სავარაუდოდ ეს წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება, ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია მოგდის, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს რუსთავი ორის შემთხვევაში უკვე ფაქტია რომ განგაში ზარები არსებობს და განგაში ზარები შემოიკრა დასავლეთის დედაქალაქებში საქართველოს დემოკრატიის უკუსვასთან დაკავშირებით ამისი სიგნალი იყო სწორედ ვაშინგტონ პოსტის ედიტორიალი ევროკავშირის განცხადება რომელიც თქვა შეიძლება უკრაინის კრიზისის შემდეგ ძალიან ერიდება ზედმეტ კრიტიკას ადგილობრივი ხელისუფლებების მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ეს ყველაფერი მოხდა ანუ ერთი მხრივ არის საერთაშორისო ზეწოლა მეორე მხრივ არის სამოქალაქო სექტორის ზეწოლა ესეთი კონსოლიდაცია პრინციპში მე სამოქალაქო სექტორის ძალიან ცოტა რამეზე მახსოვს აი ბოლო პერიოდში ბოლო 3 წლის განმავლობაში და სამოქალაქოების სექტორი მეორე მხრივ თქვათ იგივე ის რომ სამართლებრივი გზა ამისი გადაწყვეტის ფაქტობრივად არ არსებობს და ძალადობის გზით უნდა წახვიდეს. როგორ ფიქრობ, აი რამდენად საშიშია აი ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებული ხელისუფლება. გულისხმობ იგივე ვთქვათ საგარეო ორიენტაციის შეცვლასთან, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში მარტო ხო ვერ გაძლებს ხო ხელისუფლებაში ბიზნესში რაღაცა საყრდენი ჭირდება. თუ არა აქვს საზოგადოებრივი საყრდენი, მაშინ რაღაცა უცხო ძალის მეშვეობით მაინც უნდა შეინარჩუნოს. ხომ არ ხედავ იმის საშიშროებას, რომ რაცა გადახრა მოხდეს, თქვა და საგარეო კურსის შეცვლა. იმიტომ რომ ფაქტია, რომ საერთაშორისო იზოლაცია სახეზია და იმასაც ვხედავთ, რომ ძლივს მოუგო სამთავრობო ძალამ ფაქტობრივად გაყალბება დაჭირდა. ყოველ შემთხვევაში ეს ისმის ბრალდებები ამ შესახებ ირმა ინაშვილს საგარეჯოში. საგარეო კომპონენტი ცალკე დიდი თავისადკი ვარი ამ ყველაფერში, იმიტომ ვიცავთ ეს რესურსების ძალიან დიდი გაფანტვა მიდის და ყველა პრობლემაზე დაავადებასაც კი ვერ ასწრებ, ასე ვთქვათ. საგარეოს პრობლემა რამდენიმე არის. ერთი ეს არის ის, რომ ფაქტიურად უკვე აბსოლუტურად აუნაზღაურებელი ზიანი არის მიყენებული. ანუ მე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვენ სულ რამოდენიმე წლის წინ ვიწყებდით იმითი, რომ მოთხოვნები გქონდა, რომ რაღაც არჩევნები რო ჩავატარეთ, რომ უნდა მიგვეღო რაღაცა ნაბიჯები გადაგვედგა წინ და ხა ჩვენ უნდა ვიყოთ მოთხოვნების რეჟიმში, ხო? ანუ ეს რეჟიმი სრულიად დაკარგულია. გარდა ამისა, დღეს ჩვენ პრეზიდენტის განცხადება, რომ საერთაშორისო რადარებიდან ვართ გამქრალები, ესეც უკვე გამოუსწორებელი ზიანია, იმიტომ რომ რადარებზე მოხვედრა სჭირდება წარმოუდგენელი ენერგია და აროდეს ვთქვათ, როცა ქრები, ეს ერთ დღეში რო ქრები, ვთქვათ, ერთ დღეში ვერ დაბრუნდები აქ, ხო? ანუ ძალიან ესეც უკვე გამოუსწორებელი ზიანი არის.
მესამე მე არ ვიცი დღეს უკვე ძალიან საგანგაშოა მაგალითად ევროკავშირის განცხადებაში გაიჟღერა ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტმა. ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში განხილვა ეს იმას ნიშნავს, რომ პირობად გიყენებენ უკვე, ანუ პირდაპირ ბმა არის, ეს არის არა ზოგადად კრიტიკა, არამედ ამან შეიძლება გამოიწვიოს ზიანი კონკრეტულად ასოცირების ხელშეკრულების მოქმედების მილიონი ბერკეტი არ შეგვიძლია რაღაცების შეჩერების, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ ველოდებით თქვა უვიზო მიმოსვლას, ხო, რომელიც თავისთავად პანაცეა არ არის ყველაფრის თუ უვიზო მიმოსვლას შეიძლება შევხვდეთ ტოტალიტარულ ქვეყანაში და მაშინ ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ხო? მაგრამ მოლოდინზე აღარ არის უკვე არსებული გვემუქ, ანუ რაც გვაქვს, უკვე იმაზეც კი გაჩნდა კითხვის ნიშნები. ამიტომ რამოდენიმე ეს გამოუსწორებელი ზიანი უკვე ვთქვათ, უკვე დამდგარია ეს შედეგი. რაც შეეხება რამდენ მოსალოდნელია ცვლილება ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ როგორც მინიმუმ ჩვენ აღარ მივდივართ ისე, როგორც მივდიოდით, როგორც მინიმუმ, გარდა ამისა, ხა ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა ნიშანი, ხო? მაგალითად, თქვენ რო აიღოთ და ნახოთ, რამხელა აქცენტს, რამდენჯერ ახსენებს, აი მარტო რაოდენობრივი კვლევა რო გააკეთოთ, რამდენჯერ ახსენებს მთავრობა რუსულ ბაზარს და რამდენჯერ ახსენებს ევროპულ ბაზარს, თქვენ დაინახავთ, რომ მთავრობისგან მიზანმიმართულად პრიორიტეტი კეთდება რუსულ ბაზარზე, აი საზოგადოებაში გზავნილი, კახეთში რატო იგებს დღეს აი რუსული მესიჯის მქონე მოგება ქვია, ხო? მოგება ქვია, ხა ჩემთვის დამარცხება ხო, ანუ აქ არის რაღაცა წკიბზე გასული რესპუბლიკური პარტია და თუ გავითვალისწინებთ, რომ ადმინისტრაციული რესურსი იქ იყო ბუნებრივად, ხო? და ხო, ანუ დარღვევებზე აღარ ვსაუბრობ, აი ისედაც ადმინისტრაციული რესურსი ყო დარღვევის გარეშეც ყოველთვის რაღაც უპირატესობას გაძლევს. წაგება ქვია, ანუ ინაშვილი და მithuetes მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ გადაამრავლო, რატო ხდება ეს? იმიტომ რომ კახეთში შექმნა მთავრობა მიზანმიმართულად ილუზია, რომ რუსული ბაზარი გადაარჩენს კახეთს. და კახურ ღვინოს. რუსული ეს არის უკვე შეტრიალება გეზის და უკვე არასწორი ეს თქვა მცდარი აქცენტი. მეორე, მუდმივად და ესეც შეტრიალება, მუდმივად ჩვენ გვესმის, რომ რატო ერევა მაგალითად ნათლავთ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც არის ლინკევიჩუსი ხო? ლინკევიჩუსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენი უნდა იყოს ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი სუვერენიტეტის და ყველაფრის საფრთხების და ასე შემდეგ. ლინკევიჩუს ნათლავთ რაღაცა სააკაშვილის კლუბის წევრად და მუდმივად ჩვენ გვესმის, ასე ვთქვათ, ქთითის გაშვერა, რომ აი ეს ვიღაცა ცუდი ნუ ერევი, ანუ არის შექმნილი ვიღაცა ბუა, ხო, ანუ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ესენი არიან ჩვენი მეგობრები და რაღაცა შეიძლება რაღაცაში ცდებიან კიდევაც, მაგრამ ჩვენი მეგობრები განცდა არის, რომ ეს არის რაღაცა ბუა, თა რომელიც რაღაცას არ გვაძლევს, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ და ამ დროს აბსოლუტურად არ ვიმსახურებთ და აი ერევიან ჩვენ შიდა საქმეში. ესეც ქმნის ასე ვთქვათ ნეგატიურ იმიჯს. შესაბამისად, ნუ იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ მესიჯები ზოგადად არის, ანუ მესიჯები მთავრობისგან წარმომავალი ხარ, რამდენჯერ საერთოდ ნატო სიტყვა მე ძალიან დიდი ხანი არ გამიგია. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემაა. გაზპრომი არ შემილია არ თქვა, ხო? ანუ გაზპრომი თავისთავად ძალიან დიდი ბომბაა, რომელზეც ეხლა ვძივართ. ხო, იმიტომ რომ უკვე დაზიანებული არის აზერბაიჯანთან ურთიერთობა და გაზპრომთან ეხლა უკრაინამაც კი, რომლის ეგზისტენციალური პრობლემა იყო მუდმივად მის რუსეთთან ურთიერთობა, პროცენტი აღარ მახსოვს, ძალიან სამჯერ შეამცირა გაზპრომზე დამოკიდებულება. და ამ დროს ჩვენ ვიწყებთ სრულიად უმიზეზოთ, ვთქვათ, ამ პროცესს. კი, რასაკურველია. სერიოზული პრობლემაა, როდესაც ვთქვათ, იმათზე ვამბობთ, რომ ნუ ერევიან, ვთქვათ, ევროპელები ჩვენს ცხოვრებაში, ხო? იმიტომ რომ ჩვენი თვითმყოფადობა გვაქვს და ჩვენ ვართ ქართველები და ასე შემდეგ. ამავე დროს რუსეთი, რომელიც ხან ადამიანებს იტაცებს, ხან საზღვარს წევს, იმათან ეს არა გვაქვს, რომ ნუ ერევიან ჩვენ ცხოვრებაში. იმათან გვაქვს, რომ ჩვენ არ შეიძლება ეხლა რომ ისინი გავანაწყენოთ, არ უნდა დავალაგოთ იმათან ურთიერთობა, უნდა გაუწიოთ ანგარიში იმათ ინტერესებს. აბა როგორი იმათ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები და ჩვენ ამ სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ. ანუ ეს არ არის ერთგვაროვანი მიდგომა, არაერთგვაროვანი თუნდაც სახელმწიფოების მიმართ. პირიქით, აქ არის ტრის და მართლა ოკუპანტის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, რომ რა გახდა ეს გაზპრომი და ევროპაშია გაზი და რა მოხდა, რომ ვთქვათ, ჩვენთან ჩემოვიდეს, ხო? და თურმე კომერციულ გაზზე ალაპარაკი, ვითომ ახლა დიდი შეღავათი, რომ რა ტიპის გაზზე ალაპარაკი და მეორეს მხრივ, ვთქვათ, ევროპის მიმართ, რომ აი გაიწიე და ნუ მელაპარაკები და ნუ მაკრიტიკებ და თავი დამარგე. რომ მისთვის არასასურველს ეუბნება. და აი თქვენ ახსენეთ, რომ რაღაცნაირად მომწყდეულია, აქ მარტო სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო თანამეგობრობა კი არა. ყველა ოპოზიციური ძალა, ყველა პოლიტიკური ძალა მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეიძლება ისინი ერთ-ერთი კონკურენტები არიან ნამდვილად და ერთმანეთის მიმართ აქვთ ძალიან განსხვავებული დამოკიდებულებები, ხო, ვთქვათ, მიმღებლობის დონე შეიძლება სხვადასხვანაირი ქონდეთ ერთმანეთს. ყველა აქ არის გაერთიანებული და პრინციპში არის ძალიან მძიმე სურათი
ხო, ასეთ სურათი იყო ხოლმე თქვა შევარდნაძის ბოლო პერიოდში, როდესაც ვხუმრობდით, რომ ყველა ცუდი ადამიანი იყო ერთად ხელისუფლებაში და ხელისუფლებასთან და დანარჩენი ყველა იყო თქვა გარეთგვაროვანი გარეთ და მის წინააღმდეგ. და ამას ემატება კიდე ძალიან ძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი და ფაქტობრივად მოსახლეობა. ჩვენ აი ბოლო პერიოდში რას უყურებთ, ბოლო წლებში რას უყურებთ, მიდიოდა სრული იგნორირება დასავლეთის რეკომენდაციების ხელისუფლებისგან. არაფრით ჩაგდება პრინციპში რა საერთოდ. მაგრამ ამასაც მე ვთვლი გარკვეული ზღვარი გააჩნია, როდემდე არ შეგიძლია გაითვალისწინო. ეხლა ალბათ ისეთი კონსოლიდაცია მიდის და ისეთი ერთიანი ფრონტით მიდის დაწოლა ხელისუფლებაზე დასავლეთიდან, რომ ამას ვეღარ უძლებენ უკვე, შანსი აღარ აქვს, მეტი რაღაცა დონით უნდა მიიღონ ეს რეკომენდაციები. კი ბატონო და ნამდვილად ჩემი ინფორმაციითაც რუსთავიერი იყო ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც სავარაუდოდ გარკვეული შედეგები დადგებოდა ამ ხელისუფლებისთვის, ვთქვათ იგივე საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით და კარგია ამ შემთხვევაში რუსთავიორმა რომელმაც მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით და საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე თვით ნამდვილად ვთქვათ როგორ ვთქვა გადაავადა ამ წითელი ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობა ვიცით რომ 6 საათზე ყოველდღე მივიდივართ სახლში და არ ვარკვევთ რომ აბა რუსთავიორთან მივიდეთ ახლა თუ სამართლოსთან თუ რა გავაკეთოთ. და მეც მინდა გითხრათ რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომ მოვისმინე ეს შვებით ამოვისუნთქი არა მარტო იმიტომ რომ ვთქვათ ამდენი ხანი რაღაცა კონკრეტული ფორუმის დასაცავად ვიბრძოდი, არამედ იმიტომ რომ სხვა საქმეებსაც გავაკეთებ, 1000 სხვა საქმეა ხო გასაკეთებელი და ამ დროს ხო ის ხდება რა ქვია. მეც მინდა რომ ნიუსის სხვა რამით დავიწყო, არა მინდა მარტო რუსთავიორის ნიუსს და მინდა სხვა პრობლემებს მივხედო რაც არის ამ ქვეყანაში. კი ბატონო, ასე რომ ეხლა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ვიცი თუ რაღაცა სასწაული არ მოხდა და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთად გააუქმეს უკუქცევითი ძალა არ მიანიჭეს კანონს და ასე შემდეგ, ну რაც ხუმრობ რა საკვირველია, მე მგონი რომ რამდენიმე ეს რაუნდი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილმა წააგო და შეგვიძლია რომ რამდენიმე თვე, რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე ვიყოთ თქვა სხვა პრობლემებზე კონცენტრირებული. დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს იმისთვის რომ მონაწილეობა მიიღეთ. დიდი მადლობა მაყურებელს რომ გვიყურა გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე.